რა არის იმის მიზეზი, რომ ქართული YouTube-ის ვაიბი ისეთი აღარა, როგორც ადრე იყო და რატომ კარგავს ქართული YouTube ნახვებს. ძალიან მიყვარხარ ქართული YouTube-იც, მაგრამ მიყვარს. იცი რა, ქართული YouTube რაღაცა ვაიბს კარგავს ძველებურს, მაგრამ ეს არ არის რეგრესი, ეს უფრო პროგრესია. და რაც შეეხება ნახვების დაკარგვას, ქართული YouTube კარგავს ნახვებს. ეს არასწორია. ანუ ნახვებს კარგავს კი არა, ისე გიჟივით ვითარდება, რომ ვერავინ წარმოიდგინდა. ჩემს კარდა. ახლა მაგალითად კაკომ და სოსომ დადეს ვიდეოები YouTube-ზე ანტარქტიდასთან დაკავშირებით. ერთ კვირაში მათი ვიდეო 9 მილიონ ნახვას გადაცდა. ჩემი ვიდეო 200,000 ავიდა. 9 მილიონი იცით რა ხელა რიცხვია? 5-6 წლის წინ იყვნენ იუთუბერები, ვინც დიდი იუთუბერებად ითვლებოდნენ და 9 მილიონი ნახვა საერთოდ ჯამში არ ჰქონდათ. და მე რო იუთუბერობას ვიწყებდი, მაშინ ვიდეოზე 5,000 ნახვა რომ მქონდა, ითვლებოდა რომ მთელი YouTube-ის კომუნიტმა უკვე გიყურა და 5,000 ნახვა ძალიან ბევრი იყო. დიდი იუთუბერები ერთმანეთს იმას შეჯიბრებოდნენ, რამდენი ვიდეო გაქვს ისეთი, რომელსაც 100,000 ნახვაზე მეტი აქვს და ვინმეს 2 თუ ქონდა, უკვე ძალიან მაგარი იყო და ძალიან ტოპი იუთუბერად ითვლებოდა. ამიტომ შეიძლება ფორმას იცვლის და მართლა იცვლის, მაგრამ ეს ფორმის თვალება არ ნიშნავს რომ რაიმე კუთხით ეს შეიძლება ცუდი იყოს, ან ნახვებს კარგავს, ხო, საერთოდ. ერთი ცუდი მე რასაც ხედავ არის ის, რომ ჩემი სტილის იუთუბერობას არავინ არ იწყებს. კამერასთან და კომპიუტერთან მომზიხარ და რაღაცებზე ლაპარაკობ. ანუ ეგ ჩემი საყვარელი ჟანრია და ეგეთი იუთუბერი თითქმის აღარ დარჩა. OG იუთუბერები აღარ არსებობენ. ვინმე არის კიდე OG იუთუბერი ჩემს გარდა? აი ცოტა გეიმერი იუთუბერები ვინც არიან, იმათ აქვთ ასეთი კონტენტიც, მაგრამ მთლიანად OG იუთუბერი არავიდან არის.